გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერშია ინტერაქტივი, რომელსაც დღეს ორშაბათს 2025 წლის 10 მარტს უძღვები ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. დღევანდელი ჩვენი ეთერის მთავარი შეკითხვა იქნება ასეთი: თქვენი აზრით, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან? ძალიან მარტივია შეკითხვა და ველოდებით მარტივ და მოკლე პასუხებს თქვენგან. ნომერზე 2-388-105. მინდა გაგაცნოთ ერთი საინტერესო ინფორმაცია და განცხადება, რომელსაც ტელერადიო კომპანია ობიექტივი ავრცელებს. ობიექტივი იწყებს საგამოძიებო გადაცემათა ციკლს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე. მოგმართავთ თხოვნით. მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შეფასებები საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების საქმიანობის ხარისხის თაობაზე. ნიკორა, ორინაბიჯი, სპარი, გვირილა, აგროჰაბი და სხვა. რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო ხართ ამ ქსელების მომსახურებით? გთხოვთ ამასთან დაკავშირებით წერილები გამოგვიგზავნოთ ჩვენს მისამართზე თბილისი, საბურთალო, მიხეილ ბურძგლას 33 ან ობიექტივის Facebook გვერდზე ქართული ასოებით მედია კავშირი ობიექტივი დაგვიტოვოთ თქვენი შეტყობინება. ვიმეორებ გადაცემის მთავარ შეკითხვას, თქვენი აზრით წინ მიდის ქვეყანა თუ უკან? აქვე ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ 11-13 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს, სასიამოვნო სიახლეა, გაზაფხულიც მოდის, მოვიდა პრაქტიკულად უკვე. თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა იქნება 27 გრადუსი. 2-388-105-ზე ვიღებთ თქვენ სატელეფონო ზარებს, როდესაც ვსვამთ შეკითხვას წინ მიდის ქვეყანა თუ უკან, ჩვენ არ გულისხმობთ ერთ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას, ზოგადად მთლიანობაში სხვადასხვა სფეროს ანალიზის საფუძველზე. რა შეგიძლიათ თქვათ, როგორია თქვენი შეფასება ამ კითხვასთან დაკავშირებით? პირველი ზარია გადაცემაში, ობიექტივი გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობათ. არც წინ მივდივართ და არც უკან, ჭაობში ვიძირებით. კარგად გრძელდებოდეთ. დიდი მადლობა მოკლე და საკმაოდ საინტერესო პასუხისთვის. ჩვენ ვეხებით არამხოლოდ ერთ რომელიმე თემას, არამედ ყველა მიმართულებას, რაც ქვეყანაში გვაქვს, მაგალითად ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, როგორი მდგომარეობა გვაქვს, სოციალური საკითხები, რა ნიშნულზე დგას დღეს, წინ მიდის, უკან მიდის, უარესდება, უმჯობესდება, თუ აი როგორც ქალბატონმა თქვა, არც წინ მიდის და არც უკან. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? დღემშვიდობის, ილია. დღემშვიდობის, გამარჯობა. მე მგონი წინ მიდის ჩემი აზრით, იმიტომ ამერიკა ძალიან კარგად აუმჯობესებს ჩვენზე და იმოქმედებს ეს გავლენას. რაც შეეხება მაღაზიების ქსელს, ძალიან კმაყოფილი ვარ ორი ნაბიჯით, მაგრამ კარგი იქნება თუ ამ ხალხს 8 საათიანი სამუშაო დღე ექნებათ. ძალიან კარგი მაღაზია სათანადო ანაზღაურებაც ალბათ, ხომ ქალბატონო აი სწორედ მაღაზია საქმე, რომ აი 8 საათიანი რომ იყოს და ესეთი ანაზღაურება უფრო კარგი იქნებოდა. უფრო სხვათა შორის ძალიან კარგად ემსახურებიან. ყოველთვის ღიმილი, ყოველთვის და ესე იგი ყველაფრის ათმა განმარტება ძალიან კარგი ჩემთან რომელიც არის, ძალიან მომწონს. მადლობა თქვენ ქალბატონო ზარისთვის. ნომერზე 2-388-105 ძალიან გთხოვთ მოკლე პასუხი გაგვცეთ, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან, როგორია თქვენი შეფასება. გსურს ბევრი ზარი მივიღოთ და ამიტომ მოკლე პასუხებს გთხოვთ. რაც შეეხება მაღაზიათა ქსელებს, აი ბევრი პრობლემის შესახებ მოგвдის ჩვენ ინფორმაცია და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს საგამოძიებო ფორმატი დავიწყოთ და ვამხილოთ ის მაღაზიათა ქსელები, რომლებიც ცუდად ემსახურებიან მომხმარებლებს, ან დარღვევები აქვს, ან მოწამვლის შემთხვევებიც გაგვიგია ბევრი. მე მაგალითად ძალიან მაწუხებს ის, რომ შრომითი უფლებები დარღვეულია. აი ორი ნაბიჯის მაღაზია ვახსენეთ, ნიკორა, აგრეთვე კიდევ სხვაგან ქართული პროდუქცია არ იყიდება, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქცია ციტრუსი. როდესაც ძალიან კარგი მოსავალია მანდარინის, ლიმონის დასავლეთ საქართველოში და ფერმერებმა ვერ ჩააბარეს ეს მოსავალი, მაგალითად ნიკორაში და ორნაბიჯში საერთოდ ვერ ნახავთ იქ, რომ ქართული პროდუქცია იყიდებოდა. შემოაქვთ თურქეთიდან, ალბათ ჩემი ეჭვით გარიგებული არიან ამ შემომტანებთან და ქართველ
მეწარმეს, ქართველ ბიზნესმენს იქნება თუ ქართველ გლეხს ტოვებენ შემოსავლის გარეშე. აი ის და სხვა მრავალი მიმართულებები, რაც არის თქვენი წუხილის საგანი, გთხოვთ ამაზე მოგწეროთ წერილები ობიექტივის Facebook გვერდზე ან საქართველოს პოსტის მეშვეობით მისამართზე გამოგზავნოთ. მორიგი ზარია, გისმენთ. გამარჯობა თილია. მოგესალმებით. მარტო ქსელებზე კი არა, რაც კი უსამართლობა ხდება ქვეყანაზე, თუ რამეა სერიოზული, ყველაფერზე უნდა გააკეთოთ გადაცემა. რა თქმა უნდა, გასაკვირველია. ხო, მაგრამ არსებობს უკვე განზადებული გადაცემებიც, რომელიც შეიძლება აჩვენოთ და არ აჩვენებთ თქვენა და როცა ბევრი უსამართლობაა ეგეთი ძალიან. მაგალითად რა, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხართ და შეგიძლიათ ნებისმიერი საკითხი გამოყოთ. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ამ ეთერში. ჩემი საკითხი ფილმია გადაღებული ამაზე, ამ უსამართლობაზე, ქონების წართმევაზე და გთხოვთ აჩვენოთ, გაუშვათ. დიახ. ხო, რაც შეიძლება იმედის თუ არა, ხელისუფლებაში ვინც არიან, იმათი საქმე წინ მიდის და ნაჩვენი საქართველოსი უკან. დიახ, დიდი მადლობა, გთხოვთ ეთერს გარეთ შეგვეხმიანოთ და თქვენ ფილმს მოვიძიებთ და აუცილებლად ვაჩვენებთ, გიცანით მე ხმაზე და შესაბამისად ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, ბოდის გიხდით რომ უფრო ადრე ეს ვერ შევძელით. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გამარჯობა. ალო. გამარჯობა. გაიარეთ ეს სოფლები და ნახეთ დამჩანგრეული სახლები, მიტოვებული სახლები და ნახეთ საერთოდ მივდივარ. ნახეთ რა ამბავია სოფლის დაცული სოფლები. კაცი არ არის, არც ხოლმე ზანავი. და ეს მიტოვებული რაც უნდა მას ომ იცედა თუ დადგურდები და დანადგურებულია ყველაფერი. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ძალიან მარტივ შეკითხვას ვსვამთ, თქვენი აზრით, თქვენი განცდით, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან. აი ასეთია კითხვა და ველოდებით თქვენს პასუხს. გამარჯობა. გისმენთ? გენაცვალე. დიახ. ჩემი აზრით საკითხი ასე შეიძლება ორ ნაწილად შეიძლება დავაყენოთ. წინ მიდის ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მხოლოდ სამთავრობო და მათ გარშემო არსებული ადამიანებისთვის, ხო? მაგრამ რა დონითაც მათი საქმე მიდის წინ, იმავე პროცენტით უკან მიდის ქვეყნის საქმე. ძალიან მწუხარ რომ ამას ვისმენ. დიახ. დიახ, მადლობა თქვენს არისთვის. მეც მაქვს ხშირად ასეთი განცდა რა დაგიმალოთ და არ მოგატყუებთ. 2-388-105-ია სტუდიის ნომერი. ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ საკითხებზე, ბუნებრივია. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, უკეთესობა გვაქვს თუ უარესობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების თვალსაზრისით რა მდგომარეობა გვაქვს ქალაქებში, სოფლებში, მოვლილია ჩვენი ქალაქები, სოფლები, გზები. ვხედავთ ზრუნვას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანებზე და მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ცდილობენ. ბევრი მიმართულებაა და შეგვიძლია გავშალოთ ეს თემები. მოკლე პასუხს გთხოვთ, შეგიძლიათ გვიპასუხოთ. დიახ, გისმენთ. ვხედავთ ზრუნვას დაიწყეთ საუბარი, ოღონდ ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, ეს ოქროს წესი გვაქვს. კარგი, თქვენ მშვიდობებით. ტელევიზორს გამოურთეთ ხმა, ქალბატონო და დაიწყეთ საუბარი. გამარჯობა. შემოძირფასო. როგორ მინდა ტელევიზორს გესმით ჩემი ხმა? როგორ მინდა ქალბატონო, ჩემი ხმა თუ გესმით თქვენ ახლა? მესმის. ტელევიზორს ხმა ბოლომდე გამოურთეთ, გთხოვთ, ეს ხარვეზია. კი, ჩაუწიე. მე როგორ მინდა ჩემი ქვეყანა წინ მიდიოდეს, გამარჯვებული იყოს. აი ეხლა გაზაფხული დადგა. აი ეხლა უნდა მიდიოდეს ბები სოფლებში, დათესვა, დახნა, აი და მოსავალი რომ მოვა ხალხი შემასიგნოს. ბები შეიძლება ეს ერთი და იგივე საუბრობ ყოველთვის. ხახვი და ნიორი საქართველოში 13 და 15 მარიღიდეს. ეს ხო ჩვენი სიცხვილია, ბები. ჩვენი სიცხვილია. ქართველებო, რა დაგვებართა ჩვენი ქვეყანა იყოს სამიმუშო. სივრცეში კომუნისტების დროს როგორ გაჭირვებული მე მგონი არავინ არ ცხოვრობდა, არავის არ უჭირდა ბებინა, როგორ გააჰატაკეს ასე ხალხი, აი ყველაფერი გამოასწავლეს, აი ყველაფერი. ბოლოს უკაც კი. ქალბატონო, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან, მოკლედ რომ გვიპასუხოთ. აბა მომიტყო თავი. არა, სიმართლე ვთქვათ. ხო და არც წინ მიდის, არც უკან მიდის. დიდი მადლობა.
დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მივიღეთ ერთი საინტერესო ინფორმაცია. ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვიცით რომ გიორგი ბაჩიაშვილი აგრეთვე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაც იყო ასე ვთქვათ მის მიმართ ეს მუხლიც იყო წარდგენილი 43 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილს. უბრალოდ დაუმტკიცდა ეს ბიძინა ივანიშვილისთვის აი ამ თანხის თაღლითურად მოპარვა დაედო ბრალად ბაჩიაშვილს და დაუმტკიცდა და 11 წელი მიუსაჯეს დღეს. ზარია ეთერში გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა ძმა. დიახ. ალო. ისაუბრეთ, გამარჯობა, ისაუბრეთ. ქვეყანა მიდის წინ. მაგრამ სანამ ეს სატანები იქნებიან აქ და არ მოვიშორებთ ამ მიშას და ამ სატანებს, ქვეყანა წინ არ წავა ძმა. ჩვენ უნდა იმუშაოთ მაგ საზიზღრების მოსაშორებლად, თუ არა კი ეხლა კრიტიკა ხო გამიგია, მაგრამ რა უნდა გააკეთონ ამათმა ისეთი, რომ ოპოზიციას მოეწონოს ამ სატანებს. და რავი ძმა, ეხლა ესეთი რაღაცა არ ხდება ამ ქვეყანაში, ნახევარი საუკუნეა ცხოვრობ ამ ქვეყანაზე და ესეთი რაღაცა არ მინახია მე. წინ მიდის, აბა რა მიდის, მაგრამ მიშა რომ გამოვა და იმას რა ქვია, ტყუისწავლებას დაგვიწყებს, ეგ სირცხვილია ძმა. ოჯახები გაანადგურა ამ სატანებმა, ხო? მადლობა თქვენ ზარისთვის, გავიგეთ თქვენი სათქმელი. მორიგი ზარი მივიღოთ ეთერში. გამარჯობა, გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, გისმენთ? თქვენ ხართ ეთერში. წინააღმდეგები გარია, მაგრამ ძალიან რთული გასაგებია თქვა წინ მიდის უგან მიდის. რადგანაც ჩვენთან კავშირში ახლა აბსოლუტში არის 80 წლის პიროვნება, რომელმაც ბევრამე გამოიარა. მადლობა თქვენ ყველაზე მთავარი და ყველაზე ცუდი ის არის რომ ჯერ კიდევ ჩვენ ხალხმა ვერ ისწავლა როგორ მიხედოთ თავის მიწა-წყალს. თავის მიწა-წყალს ვერ მიხედეს. და უნდათ რომ სხვაგან იშოვონ ფული ჩვენი მიწა-წყალი მოასწინონ და სხვას დაუთმონ. ამიტომ როგორ დავა ჩვენ წინ? როდესაც ჩვენ მიწა-წყალს და მის მოსავალს ჩვენ ვერ ვიღებთ. არ ვიღებთ ფიქრობთ. და რასაც ვიღებთ, იმასაც ვერ ვყიდით იქ, ჩვენ ადამიანებთან ვერ ვაცარებთ. მადლობა თქვენ ბატონო ზარისთვის, გავიგეთ თქვენი სათქმელი. სამართლიანობის თვალსაზრისით წინ მივდივართ თუ უკან, მაგალითად, მთელი 12-13 წელია სამართლიანობის აღდგენას და დამკვიდრებაზე ვსაუბრობთ და კვლავ აქტუალურია ხომ ეს შეკითხვა, აი წინა ზარის ავტორმა ბატონმა თქვა, რომ სანამ ისინი არ მოშორდებიან, მანამდე ვთქვათ არ გვეღირსება წინსვლა. ამ 13 წლის განმავლობაში მოხერხდა რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯების შემჩნევა, გადაიდგა რაიმე წინ ნაბიჯების კუთხით. სამართლიანობის თვალსაზრისით. ეკონომიკაში რა ხდება, წინ მივდივართ თუ უკან როგორი შთაბეჭდილება გაქვთ. გნებავთ საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით, მსოფლიოსთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სოხუმთან და ცხინვალთან შერიგების თვალსაზრისით წინ მივდივართ თუ უკან. ჯანდაცვის სფეროში უკეთესობა გვაქვს, უარესობა თუ არც ერთი და შუაში ვართ. განათლების სფეროში რა ხდება თქვენი აზრით? მიგრაცია და დემოგრაფია რომ გვაქვს ამ კუთხით რა ხდება? საინტერესოა თქვენი შეფასებები. მე არ ვსვამ ახლა ამ შეკითხვებს რაღაც რიტორიკულად, ნამდვილად მაინტერესებს თქვენი პასუხები. ზარია, გისმენთ? ალო? გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, ბატონო ილიას, ეთერში ვარ? ეთერში ხართ, ხალბატონო, დაიწყეთ. ბატონო ილია, რა მინდა გითხრათ იცით? გუშინ შევედი მაღაზიებში, აღმაშფოთებელი მდგომარეობა. რას გულისხმობთ? შემოსულია საზღვარგარეთის პროდუქცია, რომელიც არის შხამებით გაჯერებული. ადამიანი არის ის, რასაც ჭამს და სვამს. 24 საათში იმისგან იგება უჯრედი. მოწამლული საკვებით მიღების შემთხვევაში ადამიანს ეწამლება მარტო სხეული და ორგანოები კი არა, ტვინის ეწამლება.
კაციშვილი მე რესპუბლიკის მაკონტროლებელ ორგანოშიც ნამუშევარი ვარ. კაციშვილი არ ფიქრობს იმაზე, რომ ქართველ ერს მიაწოდოს ჯამთელი საკვები, რომ ტვინის ჯამთელი ქონდე და ორგანიზმის მდგომარეობა. რაში გჭირდება ბატონო ჩემო, ნუ დაუავადდება ადამიანს ის ორგანო. არ ჯობია რომ შემოწი ყველაფერი იყო. აი თქვენ ბრძანეთ რომ მაღაზიაში ვიყავიო, რომელ ქსელში იყავით თუ საიდუმლო არ არის. დავასახელოთ, მოდით ღია დავიწყოთ. შევძანით ბატონო ნებისმიერი სუპერმარკეტები სადაც არის ყველგან პროდუქცია რომ არის შემოსული ხილბოსტნეული შეამოწმეთ. თურქეთიდან აი ვიმეორებ თურქეთიდან რატომ უნდა შემოგქონდეს ციტრუსი? შემოსული აი დიდი ისინი რომ არის ქართურები და მარფურები და რაღაცები ხო? ნებისმიერში შევძანით და შეამოწმეთ ყველგან არის ისეთი მდგომარეობა აღმასფრთები ვინც არის ის ვერ ხედავს. მე ვიცი და რომ ხედავ შეძრწუნებული წამოვედი ეს ხალხი ხიდულობს და იმხელა თან ფასები ადეს რომ აღმასფრთებელია და თავებს იწამლავენ ვერც კი აცნობიერები რას ჭამენ მე ხო ხედავ ამას და მიხედეთ ამ საქმეს ბატონო დიდი მადლობა. თუ საჭიროება მოითხოვს მე ჩავერთობი ამ იმაში ამ საქმეში. დიდი მადლობა თქვენ, აი ძალიან საინტერესო რამ ბრძანეთ ახლა თქვენ და მე მოვინიშნე ეს მიმართულება საკითხის. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ. გისმენთ. მე წერან გესაუბრეთ და არ მოგისმინეთ უბრალოდ. როგორ არ მოგისმინეთ? უბრალოდ ბევრი ზარია და ყველას თხოვთ მოკლედ ისაუბრონ. შემოდის ინვესტიცია 6 მილიარდი არაბეთიდან კიდე სხვაიდან. აბა წარმოიდგინეთ თქვენ, რაც არის ერთ წელიწადში არ მოვა ყველაფერი. დიახ. მოკლედ ახლა ეს არაბული ინვესტიციები თქვენ მოგწონთ, მიიღეთ რაიმე ინფორმაცია, რაში დაიხარჯება ეს 6 მილიარდი? არა, მე ეს მაინტერესებს, შენებლებაში ხარჯება. ეს შეისრულა სიმხავს, რომელიც ჯეგიდი არსებობს სოფლებში. ჩვენი პირველი წელიწადში შეფრის იქნება მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანა დავიპყროთ. ჩვენ აპყრობილი ქვეყანას ეს ლაპარაკობთ, რომ შევიერთოთ აფხაზეთს და საბაზოს, მაგრამ თვითნებურად რომ დავტოვეთ სოფლებს, თვითნებურად რომ დავტოვეთ კუთხე ყველა და მოვიყავეთ თავი თბილისში და ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქებში. ამას უნდა მიხედოთ ჯერ. დიდი მადლობა ბატონო ჩემო, მაპატიეთ რომ გემშვიდობებით უფრო ვრცლად გსურთ მე მგონი საუბარი, მაგრამ ახლა მანიშნებენ რომ 25 ზარი იცდის ხაზზე და ყველა უნდა მივიღოთ ეტაპობრივად და ამიტომ არ გვაქვს ბევრი დრო. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, დაიწყეთ ქალბატონო. საქართველოში ყველაფერი თავდაყირა არის დამხობილი, ყველა დარგში. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ზარისთვის და მადლობა რომ მოკლედ ბრძანეთ. ჩვენი შეკითხვა დღეს ასეთია, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან, ძალიან მარტივ შეკითხვას ვსვამთ და ველოდებით მოკლედ და მარტივ პასუხს თქვენგან. გისმენთ? დიდი ბოდიში, იქნება მომაწოდოთ. პალტრან ნიუსის ტელეფონის ნომერი ხო არ შეგიძლიათ მომწეთ? კეთილი გამოვაცხადებ მე მოვიძიებ ინტერნეტში, ამასობაში კი მორიგი ზარი მივიღოთ. გამარჯობა, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. ობიექტივი გისმენთ. კარგით, მე შეგახსენებთ ჩვენ შეკითხვას, სანამ ზარი რაღაც ხარვეზია მე მგონი, აღდგება კომუნიკაცია. 2-388-105-ზე საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით, თქვენი აზრით, წინ მიდის ქვეყანა თუ უკან. ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთ კონკრეტულ თემაზე მხოლოდ, რომელიმე ერთ საკითხზე, სხვა მრავალ თემასთან ერთად, მაგალითად ეკონომიკაში რა ხდება. აი პოლიტიკური მდგომარეობა, როგორც დღეს ქვეყანაში გვაქვს. ეს მდგომარეობა თქვენი აზრით წინსვლა თუ უკუსვლა საქართველოსი? კონსერვატიული ღირებულებების შესახებ საუბრობს ახლა ხელისუფლება ბოლო პერიოდში და გააქვთ განცდა რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯებია, კარგია რომ ამაზე საუბრობენ, მაგრამ საქმით აკეთებენ რეალურ კონსერვატიულ საქმეს? თუ კანონებს იღებენ საკუთარი ძალაუფლების და ინტერესების შესანარჩუნებლად და არა ვთქვათ აი ამ კონსერვატიული ფასეულობების საფუძველზე, რაც ნამდვილად უნდა იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი მამოძრავებელი და მთავარი ღირებულება. მორიგი ზარი შემოუშვათ ეთერში, გამარჯობა, შეგიძლიათ ისაუბროთ. გამარჯობა, გეაცვალე. გისმენთ. ალო. გისმენთ, გამარჯობა. მე ვარქი ვინ არის? თქვენ ხართ ეთერში, ძალიან ხარვეზებით შემოდის ხმა და ამიტომ არც სფეროში შემოდის ფართო.
არა ისება. ყველა ის რადგან ახლა ჩამოთვალე სახელმწიფო ფამილში. ასთან გენაცელი რა გამაკეთეთ აღარ ვიცით უკვე. პატრონი არ აყავს ქვეყანას ეს აი ახლა რა თქმა უნდა მეტრო ვარკეთიდან ცუდად ისმის ძალიან, თუმცა მთავარი სათქმელი გავიგეთ თქვენი ქალბატონო, რაც დასაწყისში ითქვა. მე ზარის ავტორს მინდა ვუთხრა, წინა ზარის ავტორს, რომელმაც ითხოვა ტელეფონის ნომერი პალიტრა ნიუსის, ეს არის 2 38 74 44. ვიმეორებ. 2 38 74 44. ეს გახლავთ პალიტრა ნიუსის ტელეფონის ნომერი. ზარია, ჩვენს ეთერში გისმენთ, შეგიძლიათ დაიწყოთ. მოგესალმებით, გისმენთ ყურადღებით. ალო, მე ვარ ეთერში. თქვენ ხართ ქალბატონო, გისმენთ ყურადღებით. ბოდიში გენაცვალე მოგესალმებით. მოგესალმებით. არანაირი წინსვლა არ არის ვიტყვი. ყველაფერი ძირდება ყოველდღიურად, თვეში ერთხელ კი არ ძირდება, ყოველდღიურად. ბაზარში შეხვალ გაძვირებულია, აფთიაქში შეხვალ გაძვირებულია, ძამლები მაღაზიაში შეხვალ, პროდუქტი გაძვირებული, ხარისხს არ ექცევა ყურადღება რა ვსვავთ, რა სჭამთ, კაცმა არ იცის, მაგრამ აბა რა ვქნათ, შერები ხო არ ვიქნებით, პური გაძვირდა და რა ვიცი და ეს პოლიტიკური ვითარება კიდე ძალიან ცუდია. შინაური ბევრი მტრები ყავს, გარეული ბევრი მტრები ყავს. რა ვიცი, როგორ იქნება, არ ვიცი, პირდაპირ საშინელი მდგომარეობა არის ამჟამად საქართველოში და პენსიებზე ვიტყვი, მოგიმატეს 35 ლარი და აი ისე გაძვირდა ყველაფერი, რომელი 35 ლარი უშველის ამ ინფლაციას, ამ ფასის მატებას, რომელი 35 ლარი კი არა, 1000 ლარიც რო გქონდეს, არაფერს არ წარმოადგენს ამჟამად. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენს ზარისთვის, ვიზიარებ თქვენს შეხედულებას. გამარჯობა, მორიგი ზარის ავტორს მიუმართავ. წინ მიდის ქვეყანა თუ უკან თქვენი აზრით? ალო. გამარჯობა, გისმენთ. მოგესალმებით ბატონო ილიო. რა თქმა უნდა ქვეყანა მიდის უკან, რადგან შობადობამ საგდნობლად იკლო, მოემატა სიკვდილიანობამ და რანაირად მიდის ქვეყანა წინ, როდესაც შობადობა იკლებს ძალიან კატასტროფულად და ასევე მინდა ერთი სიტყვით სოლიდარობა გამოუცხადო სირიაში დაღუპულ ქრისტიანებს. ვგმობ ამ ბარბაროსობას. დიდი მადლობა, გიერთდებით ამ სათქმელში. 2388-105-ია ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი. ადამიანის უფლებები, ცხოვრების დონე, ინფრასტრუქტურა ძალიან საინტერესო, ხო, მილიარდებია ყოველწლიურად გამოყოფილი. არის თუ არა ეს გზები, სოფლები, ქალაქები, ქუჩები ჩვენი ისეთნაირად მოკოხტავებული, მოლამაზებული, რომ იგრძნობა, რომ მერები, გამგებლები თუ საკრებულოს წევრები ყველანი ერთად ხელებ დაკაპიცებულები ზრუნავენ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს მოწოდების დონეზე. თუ არა, ასეთი განცდა არ გაქვთ. ამაზეც ვისაუბროთ, მოდით, იმიტომ რომ მე პირადად არ მინდა ჩემი მოსაზრებები დიდი დოზით გამოვთქვა ეთერში, მაგრამ მიყვარს ძალიან ქვეითად სეირნობა ქუჩებში, თბილისში და რეგიონებში, როდესაც იქ ვიმყოფები და ბევრ პრობლემას ვხედავ. აი, მერები, გამგებლები, თანამდებობის პირები ყოველთვის უნდა გადაადგილდებოდნენ ქვეითად, რომ შეამჩნიონ ეს ელემენტარული საკითხები და წვრილმანებიც კი ხშირად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეტყობოდეს ქალაქს თუ სოფელს ყურადღება. და ჩვენი ჩინოვნიკები ეჭვი მაქვს ასეთი, შეიძლება ვწდები, ჯიპებიდან იყურებიან და ტროტუარზე ფეხს ვერ დაადგმევინებ და რა ამ გაუქვავათ ასე გული მიკვირს ძალიან. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? ალო. გამარჯობა ჩემო ბატონო, დაიწყეთ საუბარი. წინ მიდის, წინ მიდის. დიახ. ხომ არაფერს დაამატებდით? არა, ვინც მრგვარი ვერ ხედავს და ეხლა თვალებს მე ვერ ჩაუდგამ. ვინც აი რა თვალსაზრისით მიდის ქვეყანა წინ? სადგურს რაში გვეტყობა ჩვენ? რიტორიკულად არ ვსვამ. ყველაფერზე აი ეკონომიკა ავიღოთ, სიღარიბე ავიღოთ. ცხოვრების დონე ავიღოთ. მაშინ წავაწინა, როცა იმას რა ქვია, იმას გაყიდის, რა ქვია, ჩვენებს გაყიდის ბიზნესმენებზე. მაშინ წავაწინა.
მადლობა თქვენ ზარისთვის. გასაგებია თქვენი მოსაზრება. 2-388-105. თუ მობილური ტელეფონით რეკავთ ან რეგიონებიდან, ამ შემთხვევაში წინ 032 დაურთეთ და ადვილად მოხვდებით ღია ეთერში. მორიგი ზარი შემოუშვათ, გისმენთ, დაიწყეთ, გთხოვთ. ილია. დიახ ბატონო, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ჩვენ მთავრობა ჩვენ უკან მივდივართ, უკან მაცხოვრებლები, მეტი არაფერი. დიახ. მადლობა თქვენ, რომ დაგვირეკეთ, გასაგებია თქვენი შეფასება. ვუსმენთ მორიგი ზარის ავტორს. დაიწყეთ, გთხოვთ, თქვენ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო ილია. მოგესალმებით ჩემო ბატონო. გისმენთ. რატისმაზე ხუმარი, რატისმაზე გახანებული მიდის და მიფრინავს უკან კი არ მიდის, რომ მიდიოდეს ჯანდაბას მაინც. და რაც შეეხება წეგან მოგიწვიეთ მერები და გამგებლები. გუშინ სადგური, უბრალოდ ავტოსადგური და რუსთაველის ქუჩა ერთი რომელიც აკავშირებს ავტოსადგურსა და რკინიგზის სადგურს. დიახ. და საქმე იყო ის გულიზე, აი წარმოუდგენელი რამ მოხდა. საქმე იყო ის გულიზე რომ ორმოები ამ ქუჩაზე რუსთაველის ცენტრალური ქუჩა არის, ცენტრალური. ჯერ გააკეთეს ესე იგი ერთი მიმართულებით მიდიან მატუმანქანები. მივიდა ვინაღარ მივიდა იქიდან დაეშვათ მაინც რომ წამოსულიყო მარშრუტკა თუნდაც ორი მარშრუტკა სხვადასხვანაირი რომ იქიდან ხალხს უწევს ასე დიდი კრუგის დარტყმა და ფეხით ჩამოსულა და კიდე 20 წუთი ახალგაზრდა კაცს უწევს რომ ჩამოვიდე და ეს ორმოები იმხელა ორმოები არა როგორ გითხრათ ესე იგი რომ ჩავარდა მარშრუტკა მეთქი რა მოხდა რა უბედურობა ხო და ის მერები და გამგებლები ასეთი გზები ვისაცა უნდა გამოიყვანო და თავის ტაშის დამკვირვებლებთან ერთად ჩაყარო იმ ორმოებში და ამოასწრო ის ორმოები მაგით. და რამდენი მსგავსი რაღაცები, რამდენი ვილაპარაკოთ კიდე. და არის ხოლმე ვერ გაუძლეს და ვერ გაუძლეს, აბა მაშინ გაუძლეს, თქვენ და იყავით ასე. დასავიტრო გასმესინგა ბოლოს. მადლობა თქვენ, მადლობა ზარისთვის. უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამას ვამჩნევთ ჩვენ მოქალაქეები, რომლებიც ქვეითად გადავადგილდებით ქუჩებში განსაკუთრებით და არა მარტო ქვეითად ავტომანქანების მძღოლებიც ბევრ პრობლემას ამჩნევენ და სხვათა შორის ბევრი უსამართლობა მათ მიმართაც ხდება, ჩვენ არაერთი გადაცემა მოვამზადეთ უსამართლო ჯარიმებთან დაკავშირებით, რაც ეკისრებათ მათ. თუმცა გაკეთებული საქმეებიც აღნიშნოთ ალბათ უნდა და ამიტომ ნებისმიერ პოზიციას ვუთმობთ ჩვენ რასაკვირველია ობიექტივის გადაცემა ინტერაქტივს. გამარჯობა, შეგიძლიათ დაიწყოთ. გამარჯობა გენაცვლე. ილია, ეს შეგენაცვლე რა უნდა გითხრათ? დიახ. კაი კითხვა არის, უკან მივდივართ თუ წინ მივდივართ და გააჩნია, საიდან შეხედა? თუ კიდევ შეხედავ წინ მივდივარ და თუ წინდა შეხედავ, უკან მივდივართ. ის რაღაცა გამოვიდა ქალბატონი და წინ მივდივართო. ეთქობა ეგ არ დაგის არც მაღაზიაში, არც აფთიაქში, არ სახსარად ცირდება და მაგისთვის სულ ერთი არის ბაზარში მოიმატა, არამედ თუ არ მოიმატა. ვერ ხედავს და იმიტომ გონია რომ წინ მიდის. მადლობა. დიახ. იმათუნა კითხოთ ისინი გამოვიდნენ ვისაც შეხება აქვს ბაზართან აქვს შეხება მაღაზიასთან აფთიაქთან მე მგონი ყველანი ასეთი ვართ რაღაც იშვიათი გამონაკლისების გარდა ხო? ეს გამონაკლისების იქნებიან ის პიროვნებები ვისაც სახში ხავს აი მთავრობაში მოუშავე ხალხი რომელსაც 5,000-10,000 აქვს ხელფასი იმათის პოზიცია და სულ ერთია რამდენს მოიმატებს ნაწარმი თუ რაც არის. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, გასაგებია. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ცხოვრების დონე უკეთესობისკენ მიდის თუ უარესობისკენ, სოციალური პოლიტიკა, დემოგრაფია, მიგრაცია, ეკონომიკა ვახსენეთ უკვე. არ ვიცი, რომელი ერთი ჩავმოთვალოთ, ჯანდაცვა, განათლება, სასამართლო გნებავთ, უკეთესობისკენ წავიდა ბოლო პერიოდში თუ უარესობისკენ. როგორ მუშაობენ საგამოძიებო სამსახურები, პოლიცია, უკეთესობაა თუ უარესობაა? შევაფასოთ ეს, კარგად დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ ეს. ეს მნიშვნელოვანი თემაა ნამდვილად. მორიგი ზარია ეთერში, გისმენთ? შევაფასოთ ეს, კარგად დავფიქრდეთ. დაიწყეთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ და ტელევიზორის ხმა გამორთეთ. გამარჯობა შვილო. გამარჯობა ქალბატონო. ეხლა ცოტა დრო მომეცით რომ ჩამოვაყალიბო.
მაინც გთხოვთ რომ მოკლედ, თუმცა გისმენთ ყურადღებით. დიახ, ეს ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაში არის. წინ კი არა შვილო, უკან მიდის სასწრაფო ტემპით. როცა პური გაძვირდა 10 თეთრით, იქ რაზეა ლაპარაკი, რომ სხვა არაფერი გაძვირდა, ყველაფერი გაძვირდა, ყველაფერი. რაც შეეხება მელიციას, მელიცია იცავს ერთად-ერთი ხუნტა ხალხს, რომელიც გასცემს ბრძანებას, რომ ეს უნდა დაიჭირო, ეს უნდა ჩააგდო ციხეში, ამას ამდენი უნდა მიუსაჯო. მე სად არის მელიცია, შვილო? მელიცია რო იყოს, სახში კარ შევარდებოდა წუხელ ტყვიები, სახში რო შევარდა ტყვიები. ეს ერთი, მეორე გამგებლებს, სოფლის გამგებლებს არ უნდათ, რომ თავის სოფელი კაი ასფალტირებული იყოს, კაი წყლები მოჩუქჩუქომდეს, რაჭა წყალს მიაქმნა, წყალი არა აქვს უბანს. გზებს ნუ გაიტყვი. გამგებელი დიაღაც ძალიან კარგი ყავს, ახალგაზრდა ბიჭი, ჯანღონით სავსე, მოწადინებულია ყველა, ვინ აგონებს ამ ბიჭს. გინდა ამას ვთქვია, გინდა არ ვიცი. ვინ გვიგდებს ყურშვილო, ვინა? ჩვენ მიასედი ვართ, მაგენი უგდებენ ყურს თავის ჯიბეებს. მადლობა ქალბატონო. დიახ, მადლობა თქვენ ზარისთვის, უღრმესი მადლობა, მანიშნებენ რომ უამრავი ზარი იცდის და ამიტომ მთავარი სათქმელი გავიგეთ, ეს მნიშვნელოვანი იყო, რაც ბრძანეთ. მორიგი ზარი შემოუშვათ ეთერში, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. აი ახლა მე არ ვიცი, ახლა ჩავთე ჩემო კარგო ტელევიზორი, რაზეა ზუსტად ლაპარაკი, მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს და დიდი ხანია, აი ვერაფრით ვერ გიკავშირდებოდით და ახლა მინდა რომ გკითხოთ. მე ამ პატრიოტების ამომრჩეველი ვარ, მთელი ჩემი ოჯახი და მთელი ჩემი ნათესაობა უკვე მეორე და მაქვს ეთყობა ისეთი უფლება ყველანაირი, რომ გავიგო და რატო არ ვიცით ვაჟა ოთარაშვილი სად არის? მე ქალბატონო ამ ეთერში გავეცი პასუხი სხვა გადაცემებშიც არაერთხელ განიმარტა რომ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი ობიექტივის წამყვანი არ იქნება და არც პატრიოტთა ალიანსის წევრი აღარ იქნება. მან საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა ობიექტივიც და პატრიოტთა ალიანსიც. ეს მოხდა არჩევნების წინა პერიოდში. არა, გასაგებია, მაგრამ ის ისეთი გულანთებული პატრიოტი იყო, რომ ასეთი მე მგონი მეორე არ დიახ, ახლაც ასეთია იყო, არა, ახლაც პატრიოტი კაცია ბატონი ვაჟა, ჩვენ მას უდიდეს პატივცემთ და გამოვთქვამთ მის მიმართ უდიდეს პატივისცემას, როგორც ადრე კლავ იგივენაირად. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბოდიში რომ ჩაგეძიებით ესე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მიზეზი იყო, იმიტომ რომ ის ყოველთვის ძალიან აქტიურად გამოდიოდა და ბევრი მსმენელი ყავდა და ბევრი ტელევიზორშიც ყველა უყურებდით და თანაც რა იყო, იცით, საქმის გამკეთებელი იყო. არა მაგრამ ახლაც ასეთია, საქმის გამკეთებელია კვლავ, წარსული ფორმით მოვიტყვით ახლა. ჩვენ ვერ ვხედავთ გამოვიდეს ერთხელ და გვითხრას რას აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ვაჟა ოთარაშვილი როგორც ლიდერი. მე აი ასე ვთვლიდი, რომ მარტო ლაპარაკი კი არა, ეს მართლა საქმეს აკეთებდა, მაგრამ არავინ გვერდში არ ედგა, მე ასე ვხედავდი და კარგით, არა, როგორც ჩვენი გუნდი ძალიან ერთიანი და ერთსულოვანი იყო ყოველთვის და ერთიანი ნაბიჯები იყო გადადგმული ჩვენი მხრიდან. გვერდში დგომა ბატონი ვაჟას მიმართ იყო ყოველთვის და იქნება მომავალშიც. არის ყოველთვის ვაჟა ოთარაშვილი გამოდიოდა და ამბობდა ხალხო დამიდექით გვერდზე აგერ მუსლიმებმა ვიღაცებმა დაიკავეს მთელი საქართველო. მე მარტო ვერ ვიზამ ვერაფერს, აი ამდენი საბუთები მაქვს, ამდენი რაღაცა მაქვს, მაგრამ მე თქვენი გუნდიდან გამოძახილი რომ აგერ ვაჟას გვერდზე ვარ და აგერ ჩვენ ციკა ვარ და ეს მარტო ლაპარაკი ჩვენ აღარ გვინდა და თქვენ არ ფიქრობთ იმას რომ თქვენ ნელა ხალხი გაკლდებათ და დაგაკლდებათ კიდევაც იმიტომ რომ არ ჩანს რას აკეთებ და რისთვის ძალიან პასიურად იქცევით. მადლობა თქვენ. მადლობა ზარისთვის, ვიმეორებ რომ ჩვენ სულ სხვა თემა გვაქვს დღეს და არ ვსაუბრობთ პატრიოტთა ალიანსზე.
პატრიოტთა ალიანსი თავისი არსებობის განმავლობაში მაინც მიწევს რაღაც განმარტების გაკეთება. მრავალჯერ ყოფილა ისეთ ვითარებაში, როდესაც ზოგიერთი წევრი გამოაკლდა, მაგრამ სხვა მიემატა და ეს ჯანსაღი პროცესია პოლიტიკაში. ხანდახან ოჯახში ხდება ხოლმე ასეთი ვითარება, რომ შვილი ან მამა გადადის სხვაგან საცხოვრებლად და ასე აგრძელებს ოჯახი თავის ცხოვრებას და თავის გზას და პოლიტიკაში აგრეთვე ხდება ის, რომ შეიძლება პარტია ან ტელევიზიაც დატოვოს ერთმა ადამიანმა, სამაგიეროდ სხვა შემოემატოს. ეს ხდება. ვისურვებდი, რომ ბატონი ვაჟა ამ გუნდის წევრი დარჩენილიყო, თუმცა მან საკუთარი გადაწყვეტილებით მიიღო თავად გადაწყვიტა, რომ ასე წარემართა თავისი გზა და მას ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ვიმეორებ. და დამატებით დეტალებში მიზეზი რა იყო და რატომ იყო, მოდით მე ამაზე არ ვისაუბრებ, ბატონმა ვაჟამ თავად დაწერა ეს Facebook-ში რამდენიმე თვის წინ, არჩევნების წინ იყო ეს და თემა ეხებოდა, როგორც მე ვიცი, საარჩევნო სიებს არჩევნების წინა პერიოდში. ზარია გადაცემაში, დაიწყეთ საუბარი. გისმენთ ყურადღებით. ალო. მოგესალმებით, დაიწყეთ საუბარი. სერანსიდობისთან. გისმენთ, ქალბატონო, დაიწყეთ, გთხოვთ. ჩვენ დაინტერესებს ჩვენი აზრი ჩვენი და მე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ესეთი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანები, გაწონასწორებული, ძალიან გასწები არიან, მაგრამ ჩვენ სკოლაში რომ ვისწავლეთ ლებედრაკთა შუკა აი მარგრეში არიან. ეს ოპოზიცია იქით მიეკაჩება, ესენი აქეთ მოექა, ყველა იქით აკეთდა. სანამ ეს გაგრძელდება ასე რომ ერთიანი პირი არ იქნება, ერთმანეთს არ დაუდგებიან ფარში, ერთმანეთის რაღაცა ისეთი ხო ასალზე, რაც უნდა იქნება გაუგებრობა და ამ გაუგებრობას არ მოაწესრიგებენ და ერთნაირად ერთი გზით არივლიან. ჩვენ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, როგორი ჭკვიანი საზოგადოების სათავეში. არა, თუ კი ეს არ უყურებ, აი გული მიკუდება, რა როგორ შეიძლება? მადლობა, ცუდად ისმის თან, მაგრამ ნაწილი გავიგეთ თქვენი სათქმელისა. 2-388-105. წინ მიდის ქვეყანა თუ უკან? გულისხმობთ ნებისმიერ მიმართულებას, პოლიტიკით დაწყებული, სოციალური საკითხებით დამთავრებული, მიგრაცია, ეკონომიკა, სასამართლო, ჯანდაცვა, განათლების სფერო, ნებისმიერი შეგვიძლია მოვისაზროთ ამ ერთ კითხვაში. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა ილიაშვილო, გენაცვალე. გამარჯობა ქალბატონო. აბა როგორ მიდის წინ? ყველგან და ყველაფერში განუკითხაობა. სადაც გინდა მიხვიდე ყველა სფეროში განუკითხაობა. ელემენტარული აი ორნაბის ჯირო შეხვალთ, ეგან ახსენებდით. რიგი დადგება კილომეტრიანი სალარო ცარიელია. ხო და თუ ვიღაცა არ მიდება, მეორე მოლარი არ მივა და არ დაიწყებს მუშაობას. აბა რანაირად არის ეხლა რომ ედავება ხალხი რომ რატომ არ არის მეორე სალარო ასეთ პასუხს აძლევენ აი მე რასაც შევესწარი თუ არ გნებავთ ბატონო არავინ გეძალებათ ორნაბიჯი შემოყვიდეთო ასე გეუბნებიან მაღაზიაში ორნაბიჯი ეხლა ქალბატონი რო ამბობდა თავიდან დასაწყისში რომ კარგი ის არისო წინ მიდისო აი მე უცხოეთში ვიყავი 28 წელიო იმ გაზზე ვლაპარაკობ. აბა როგორ არის, როცა ორნაბიჯებში მე თვითონ შევსწრები ვარ. ეს ერთი. მეორე ის კიდე, ექიმები, ბიზნესმენებად იქცნენ, ექიმები კი აღარ არიან, და ტყუილს ვამბობ, ბიზნესმენებად ჩამოყალიბდნენ. მეორე, მესამე ის კიდე კახი კალაძესა რომ ვერ მიყვარ და სანამ თავიდან შემოვიდოდა ქალაქის მერად და დადიოდა კარდა 2012 წლიდან და დღესო ჩაკეტილები არიან და რომოვლენ და კაი ფუფუნებასო იპოვიან და კაი თანამდებობებს და მე ხალხთან აღარ კადრულობენ თავზე ეგრევათ ხალხს შენობები ეგრევათ თავზე და აბა სად არის როგორ არის კი როგორ მიდის ქვეყანა აბა რანაირად მიდის რამდენი რამე ჩამოვთვალო ყველაფერი ჯვირია ყველაფერი აბსოლუტურად პენსიები კიდე სულ ვამბობ და ვლაპარაკობ მარტო მე რა პენსიები გვაქვს რა პენსიებია გაქცინიან გავლები ჯვირია ბაზარი ჯვირია მაღაზიები ჯვირია რა ვიცი რა არის კარგი ანუ თქვენი აზრით ქალბატონო შეჯამებისკენ რომ წავიდეთ თქვენი შეხედულებით წინ არ მიდის ქვეყანა არ წინ მიდის და აი რა ვიცი
როგორ ერთ ადგილზეა რა გაჩერებული ერთ ადგილზე. დიდი მადლობა თქვენ რომ დაგვირეკეთ. 2388 105 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. წინ მიდის ქვეყანა თუ უკან? გისმენთ? დაიწყეთ საუბარი, ობიექტივი გისმენთ. მოგესალმებით. ჩემო კარგო, ეს წინა ქალბატონი ეთქობა ძალიან გაბოროტებულია. არ გინდათ თქვენი სათქმელი თქვით ერთმანეთს, რას ქვია უკან მიდის, რატომ მიდის უკან? არ უთქვამს უკან მიდისო, ერთ ადგილზე ვართ გაჩერებულიო. რა? ერთ ადგილზე ვართ გაჩერებულიო, არც წინ მიდის და არც უკან. არაფერიც არ ვართ ერთ ადგილზე გაჩერებული. არაფერიც არ ვართ, შეიძლება ზოგიერთ საკითხი გაჩერებული, მაგრამ კიდევ ჩვენ წინ მიდის ქვეყანა. ვერ უნდა დაინახო, დამნახავმა. შეიძლება ასეთი დაასრულეთ ქალბატონო. დიახ. მადლობა თქვენ, ფიქრობთ რომ წინ მიდის ქვეყანა. გასაგებია თქვენი სათქმელი 2388 105-ზე მორიგი ზარია. გისმენთ? გამარჯობა. რა არის იცით, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ახლა უკმაყოფილო ფონი არის, სოციალურად ხალხი არ არის სტაბილურად, ძალიან დაბალია პენსიები, მაგრამ მეტნაკლებად, აი მაშინ, როდესაც აი მართლაც სოფლიოში ასეთი ომებია, ფეთქებად საშიში მდგომარეობა თელს ქვეყანაში, ხო და ჩვენი ქვეყანა რაღაცით მეტნაკლებად ახერხებს, ნუ სპორტული მიღწევები იქნება, ხო ამას რამდენი ფინანსები ჭირდება, არა? ახლა როგორც შეუძლია ამ მთავრობას ისე იჭირვებს ახლა რაღაც ჩვენ ცოტა ხალხმა უნდა შევეშველოთ მე ესე მგონია მე რა თქმა უნდა ჩემი დილეტანტური აზრით შეიძლება ვფიქრობ ამას მაგრამ აი ნუ ესეთი დამოკიდებულება გამაჩნია და რაღაც რო ვთქვა რომ ხა წინ მიდის და უკან ჩამოვრჩით და ძალიან ცუდად ვართ თქო ეხლა ეგეც არ არის იცით და ვისურვებდი რომ კიდევ უფრო განვითარდეთ რა თქმა უნდა გაჭირვებული ადამიანი არ უნდა იყოს ქვეყანაში და უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ადამიანებს რომ პურის ფული ჰქონდეთ და ასე შემდეგ. მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის. გასაგებია თქვენი სათქმელი. ნებისმიერი მიმართულებით როგორ აფასებთ ქვეყნის მდგომარეობას? წინ მივდივართ, უკან მივდივართ თუ გაჩერებული ვართ ერთ ადგილზე? ყოველდღიურ ცხოვრებას ეტყობა თუ არა რაიმე წინსვლა ან უკუსვლა მოდით? ქუჩაში რომ გავდივართ, რას ვხედავთ, მოვლილი და მოწესრიგებულია ყველაფერი თუ არა? ეტყობა თუ არა მზრუნველი ხელი მთავრობისა მოსახლეობას? რა მდგომარეობაში გვაქვს ეკონომიკა? თუ მართლა ისე იზრდება ეკონომიკა, როგორც გვეუბნებიან ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტად, ჩვენ თუ ვგრძნობთ ამის საპირწონედ რაიმე შედეგებს ჩვენს ცხოვრებაზე. ჯანდაცვა, ეკონომიკა, ვთქვი, უკვე მიგრაცია, დემოგრაფია, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში გვაქვს წინსვლა თუ უკუსვლა გვაქვს, ან იქნება არაფერი საერთოდ. ბევრი საკითხი და ბევრი თემაა. კარგად გავაანალიზოთ, დავფიქრდეთ და ამის შემდეგ გაგვეცით გთხოვთ პასუხი. მორიგი ზარია, გამარჯობა. გამარჯობათ. ერთი ესეთი კითხვა მაქვს, ხელისუფლების წარმომადგენლები შეიძლება ცოტა სხვა თემაა, მაგრამ გამოდიან და კეზერაშვილიზე გაიძახიან 10 მილიონი მოიპარა, 10 მილიონი მოიპარა, 10 მილიონი მოიპარა. კეზერაშვილის არის გალფი, კეზერაშვილის არის შპს მითანა, კეზერაშვილისა სანდომი და კეზერაშვილისა სული ქვეყანა ჩვენზე კარგად ყველა მიცის. ანუ ერთმანეთთან წილებში არიან თორე მაგის 10 მილიონის დახადაღებას და მოხდას რა უნდა მითხარით ერთი რა. მადლობა ეს ხალხი ამდენი პყუილებით მართლა რა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. საყურადღებო რამ ბრძანეთ თქვენ და ეს არ ხდება მხოლოდ ერთი კონკრეტული პერსონის კეზერაშვილის მიმართ ასეთი მიდგომა სხვების მისამართითაც არის წინა ხელისუფლების დამნაშავე ფიგურებს გულისხმობთ, თორემ ვისაც არ დაუშავებია მას რას ვერჩით. და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ყველა რაღაცას შოულობს და ამ დროს რა მდგომარეობაში ცხოვრობს ქართველი ხალხი, ამაზე თვითონ თქვენ საუბრობთ ამ გადაცემაში. მორიგი ზარია, გისმენთ? ილია გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. ხლა უსმენ ახლა ყოველთვის უსმენ და აი ძალიან აი გუგლი მყივარ რამდენი ადამიანები გამოდიან. ეხლა ისა უნდათ რომ სახში იჯდნენ და ყველაფერი აწყობილი ქონდეთ რა. სოფლიოში არის ყველა ქვეყანა არის ომია გაქანებული და რა დროშია უკრაინა ქვეყანაში ყველაზე მაგარი ქვეყანა მიწაზე გაასწორეს. ჩვენ რაღაცა მშვიდობა გვაქვს.
მშვიდობა გვაქვს და რაღაცა და რაღაცა დღეში არ ვარ დღახიზნულები როგორც გუპირდებოდნენ მეტი რა გააკეთოს ახლა ამ მთავრობა მე არც ერთ მთავრობაზე არ ვიტყვი არც ცუც და ცუც საერთოდ არავისი არ ვიტყვი ესეთი ვარ თვითონ და რაღაც მე გამოსწორდება ყველაფერი ახლა ხო მეც მაქვს ძალიან ბევრჯერ შვილები მყავს შვილები მყავს ძალიან ბევრჯერ არაფერი არა მაქვს ძალიან ბევრჯერ მაქვს ძალიან კარგად ავარ ზოგჯერ საერთოდ არაფერი არ მაქვს მაგრამ მაგაზე ხო არ არის როგორ არ მიდის წინ მილიონი რამე გააკეთა ივანიშვილმა როდის მოგიხდით ახლა მე ვიღაცები რო გამოდიან და ძალიან ისა პოლიტიკა ესეთი რაღაცები მე შემში არ არის მე ეს ჩვენი პარლამენტის ისინი ქალბატონი ბოჭორიშვილი მსოფლიოს უვლის კობახიძე მსოფლიოს უვლის ქვეყანა ინვესტიციები შემოაქვთ ესე უცბად ხო არ აშენებულა ქვეყანა ეს პატარა ქვეყანას ომები ხო და ახლა კიდე რაც ხდება იქ მომიტინგეები მე არ ვიცი და ძალიან ამათმა დაწიეს ძირითადად ყველაფერი მე ძალიან ნერვიულობ პატიმრებდეს ამ ბავშვებზე ჩვენი მომავალია ესენი მოვლიან 10-15 წუთში და ამათ იმედზე უნდა ვიყვეთ ჩვენ ზოგადად და ახლა რო გამოდიან ეს არ არის ის არ არის ეს ეგრე არ არის ახლა ცხოვრება აწყობილი და მთავარია მშვიდობა იყოს და ნელ-ნელა წინ წავალთ მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის გავიგეთ თქვენი სათქმელი მორიგის არის ავტორს დაუთმოთ ჩვენი საეთერო დრო ობიექტივი გისმენთ გამარჯობა დაიწყეთ საუბარი თქვენ ხართ ეთერში გამარჯობა ძალიან კარგია რომ კმაყოფილია მოსახლეობის რაღაც ნაწილი და მე ერთ-ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის რომელსაც ათეულობით ქრონიკული დაავადება მაქვს მაგრამ რატომღაც ჯანდაცვას ქვია პირველადი ჯანდაცვა და ჩვენ ვერაფერს ვეცნობთ 600 ლარის წამალი ვიყიდეთ პენსიონერმა 73 წლის ქალმა თებერვლის თვეში და მითხრან იმ ქალბატონებმა ძალიან კმაყოფილი რო არიან რით ვიყიდო და როგორ მოვიქცე და ბევრ ჩემზე მეტი ჭირდება კიდევ და ეს რა მთავრობა კი ბატონო გაკეთდა რაღაც მაგრამ მე პიროვნება ვარ ადამიანი ვარ რომელმაც ვერ ვიცხოვრე ქურდობით შემეძლო ვიღაცისთვის წამეწმია მაგრამ სვანამუსის დავიბადე და რა ვთქნა მართლმადიდებლად დავიბადე და ვერავისგან ვერაფერი ვერ ავიღე როცა შემეძლო ეს გამეკეთებია და ალბათ ამაში ვარ დამნაშავე და როცა მთავრობამ პარლამენტის და რუსთაველის დამტვრევებს და ქვეყნის დამაქცევრებს რომლებიც დღეს დარბიან ევროპაში და ჩვენი ქვეყანა დაასანქცია ელისო ბოლქვაძეს ასე უკენი ტალახაძეს ასე უკენი და მოსახლეობაზე გადადის ეს ყველაფერი მილიონები ჩაურიცხა ნუ თუ იმის კანონი არა გაქვს შენ დღეს გამტრევს გამსხვრევს მოსახლეობას ასე ექცევა და შენ კიდე მილიონებს ურიცხავ და კუჩაში რო დარბოდენ 6 თვე კიდეო ბაბუაშვილმა ხელფასები ჩაურიცხეთ მილიონებიო. მადლობა ქალბატონო. უღრმესი მადლობა სარისთვის. ბოლო სარს მივიღებთ ალბათ ძალიან მოკლედ თუ იტყვის არის ავტორი ამ შემთხვევაში მხოლოდ. გამარჯობა, დაიწყეთ საუბარი. ძალიან მოკლედ გთხოვთ. გისმენთ, მოკლედ ისაუბრეთ, გთხოვთ. მე ძალიან მოკლედ ვისაუბრე, გირაცვალე. დიახ. კი არ მიდის. უკან კი არ მიდის, მიექანება. სამილარი რო ეღირება, ბენზინი და ახლა კიდე პური გაზვირდება და პენსიები არ ვერ გადიდა მთავრობამ ეს. დიახ. უკან მიექანება, უკან. მადლობა თქვენ ჩემო ბატონოს არისთვის, გასაგებია რაც ბრძანეთ. მოკლედ ასეთია ჩვენი მაყურებლების და რადიომსმენელების განწყობა. თქვენ მოისმინეთ ამ ეთერში რას ფიქრობს ხალხი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მადლობა მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს ვინც დარეკეთ გადაცემაში, ყველას მათ ვინც არ დარეკა, მაგრამ გვისმენდით და გვიყურებდით. გადაცემას უძღვებოდი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია. რამდენიმე წუთში უკვე ნინო მიქიაშვილი დაიწყებს საავტორო გადაცემას, მემკვიდრეობა ასეთ სახელწოდებით, პირდაპირ ეთერში იქნება ეს გადაცემა. მადლობთ, ნახვამდის.